სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ქვეყანაში ახალი მრავალმილიონიანი პროგრამის განხორციელება იწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით შვეიცარიის და დანიის მთავრობების ფინანსური დახმარებით სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მხარდამჭერი პროგრამის განხორციელება იწყება, რომლის ბიუჯეტი 11 მილიონი დოლარია. აღნიშნული თანხა 4 წლის განმავლობაში ამ რეგიონში კარტოფილისა და რძის პროდუქტების სექტორის განვითარებას მოხმარდება. ველოდებით რას მეთესლობის განვითარებას კარტოფილის მეთესლობის განვითარებას, რომელიც ძალიან დიდი დეფიციტია ჩვენ ბაზარზე, ველოდებით მერძევობის სექტორის განვითარებას, უფრო ძის შემკრების ცენტრების და არსებული ყველის ქარხნების ხარისხის გაუმჯობესებას კიდევ. ეს ორი ძირითადი მიმართულებაა, რასაც არ გამოვრიცხავთ, რომ საერთოდ ახალი ჯიშების შემოყვანაც მესაქონლეობაში იყოს განხილული ამ პროექტის პარალელში. დავით კირვალიძის განმარტებით აღნიშნული თანხა ფერმერებს ორი სახით მიეწოდებათ. კერძოდ საუბარია სხვადასხვა პროექტების თანადაფინანსებაზე და ასევე IAPI კრედიტის გაცემაზე, რომელიც მსგავსი სახის სესხებთან შედარებით საკმაოდ IAPI სესხი იქნება. IAPI სესხის გაცემა კი თავის მხრივ კომერციული ბანკების მეშვეობით მოხდება. ბანკში იდება თანხა, როგორც ამ პროექტის თანხა, რომელიც წარმოადგენს მეორად გარანტიას აღებული სესხი. მეორადი რას ნიშნავს? ვინც იღებს ეს იმას თავისი რაღაც გარანტია გააჩნია, რომელიც იდება და ეს არის მეორადი გარანტია. ანუ იმის გარანტია, რომ თუ რაღაც მოხდა, ეს ფარავს ყველაფერს. ამას აქვს თავისი ინტერესი. სადეპოზიტო ანგარისი. რომელიდანაც მხოლოდ 2-3%-ით დანამატს გადაასესხებს ბანკი უკვე პოტენციურ სესხებებს. იმის და მიხედვით რა პროცენტო განაკვეთით იქნება დეპოზიტზე განთავსებული, იმაზე მიბული იქნება სწორედ გადასესხების პროცენტი. ეს თანხა ბუნებრივია პროექტში შევა, ასე რომ ფონდი შეიძლება განვითარებისთვის ამ თანხას უკანაც დაელოდოს და შემდეგ კი დამატებით ინვესტიცია გააკეთოს. სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონური დირექტორი რუდოლფ შოხი განმარტავს, რომ პროგრამის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. შოხის თქმით, დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობის სფერო არის ყველაზე განუვითარებელი. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. პროექტის ბიუჯეტი არის 11 მილიონი დოლარი, საიდანაც 8 მილიონი დოლარი დანიის სამეფოს დაფინანსებაა, რომელიც 2008 წლის დონორთა კონფერენციაზე მიღებული დახმარების ნაწილია. სოფლის მოსახლეობა თანაზიარი უნდა იყოს განვითარებისა და სოფლად ცხოვრები უნდა იყვნენ ამ განვითარების ბენეფიციარები. ამიტომ ჩვენ ფოკუსირებას ვაკეთებთ სოფლად ცხოვრებზე. საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას აქვს დიდი პოტენციალი, ჩვენს ხელს შეუწყობთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქტების განვითარებას. ძეზე დღეს დიდი მოთხოვნაა და ასევე მზარდი მოთხოვნაა კარტოფილზე. ჩვენ ვიმუშავებთ კომპანიებთანაც, რათა ქვეყანაში რძის პროდუქტების წარმოება გაიზარდოს. ვიმუშავებთ სერვისების მიმწოდებლებთან, რათა უკეთესი სერვისები იქნეს მიწოდებული.